მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, დღეს თქვენთან ერთად ვისაუბრებთ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლაზე ევროპულ პარლამენტში, რომელიც დღეს შედგა და რომელიც ასევე შეეხება გარკვეულწილად საქართველოს, კონკრეტულად საქართველოსაც ისაუბრა და ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი აღსანიშნავი. პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს ზოგადად გამოსვლა იყო საკმაოდ საინტერესო, სომხურ ენაზე გამოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური იცის, შეეძლო ინგლისურად თან წაკითხვა, იქ კითხულობდა მათ შორის სომხურადაც წინასწარ მომზადებულ გამოსვლას. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ ევროპულ კავშირში, ევროპულ პარლამენტში ზოგადად პატივისცემით არიან ყველა ქვეყნის მიმართ წევრების ენები ხოლმე არის სახელმწიფო იქ სახელმწიფო ენა არის ხოლმე ევროკავშირის ენა შემდგომ და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ ასეთი შესავალი. გავაგრძელებ რა თქმა უნდა და გაგაცნობთ რა განცხადებები გააკეთა. პირველ რიგში თქვა რომ მანამდე სიტყვით გამოდიოდა ევროპულ პარლამენტში 2023 წლის 17 ოქტომბერს და მაგის შემდეგ სამხრეთ კავკასიაშიო ვითარება შეიცვალა პრაქტიკულად ან საუკუნეებით, ესე ვთქვათ, ან თუნდაც ათასწლეულებით, ესე შეაფასა და თქვა რომ შეერთებულ შტატებში 8 აგვისტოს 2025 წლის შეთანხმება დადებული სამშვიდობო და წინასწარი ხელმოწერა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრეზიდენტ ტრამპის მონაწილეობით იყო ისტორიული გარღვევა, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბებული არის ახლა მშვიდობა. ისაუბრა პრეზიდენტ ტრამპის პირად როლზე აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესზე, რომ ვაშინგტონის ამ შეთანხმებით გაიხსნება რეგიონალური კომუნიკაცია ორი ქვეყნის შორის ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის დაცვით, ეს კონკრეტულად სომხეთს იმიტომ აწუხებს, რომ ექსტრატერიტორიული, ანუ სომხეთის კონტროლის მიღმა კორიდორზე იყო საუბარი, რომელიც თქვენთვის ალბათ ცნობილია როგორც ბჭყალებში ზანგეზურის კორიდორი, რომელსაც სომხეთი უარყოფდა სულ მცირე, იმიტომ რომ სახელი თვითონ არის აზერბაიჯანული და სომხეთის ტერიტორიაზე რანაირად უნდა იყოს აზერბაიჯანული სახელი, მეორე იქ კორიდორის ლოგიკა იგულისხმება. ეხლა კი მას ქვია ტრიპი, ტრამპის მარშრუტი, ნახეთ, კორიდორი, მარშრუტი, სულ სხვა რაღაცებია, ან ტრამპის გზა, შეიძლება ისე ვთარგმნოთ ქართულად, საერთაშორისო კეთილდღეობის და მშვიდობისთვის, ესეთი სახელწოდება გააჩნია. ფაშინიანმა ისაუბრა, რომ ეს პროექტი გრძელდება, აუცილებლად განხორციელდება და არანაირი წინაღობა ამას ხელს არ შეუშლის. იქვე ისაუბრა იმაზე რეალურად, რომ ახლავე უკვე, რადგანაც აზერბაიჯანმა გახსნა კომუნიკაცია და აზერბაიჯანის გავლით და თავად აზერბაიჯანიდანაც სომხეთში მოდის ტვირთები, ამ მომენტისთვის საქართველოს გავლითო, მაგრამ მალე იქნება პირდაპირიო. შესაბამისად, სომხეთი სთავაზობს, რომ რაც შეიძლება მალე გაიხსნას აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის კავშირი სომხეთის გავლით არსებული ინფრასტრუქტურით და არა ტრიპით, რომელიც მომავალში აშენდება. იქვე თქვა, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ჯერჯერობით ამას არ იყენებენ, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ფიქრობენ, რომ ეს ალბათ ტრიპს რამენაირად შეაფერხებს ან შეზღუდავს. და შესაბამისად აქ დაამატა ასეთი განცხადება გააკეთა, რომ ეს ასე არ არის, მე ამის გარანტიას ვძლევი და კარგი იქნება თუ ამის გამოყენებას უკვე დავიწყებთ, ანუ არსებული რკინიგზაზე არის საუბარი სომხეთის გავლით და გზების გახსნაზე კონკრეტულად უკვე დღეს სომხეთის გავლით და არა მარტო ტრიფი. გარდა ამისა, პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ ისაუბრა იმაზე, რომ სომხეთს უნდა გახდეს სახელმწიფო პროგრამა არის მშვიდობის გზაჯვარედინი, ანუ აღმოსავლეთ, დასავლეთ, დასავლეთ, აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ, სამხრეთ, ჩრდილოეთის მიმართულებით და ამ კონტექსტში ისაუბრა, რა თქმა უნდა, ირანზეც, გეტყვით ახლავე. მანამდე თქვა, რომ პრინციპში ეს ახალ შესაძლებლობებს ქმნის და ევროპარლამენტში ამაზე ისაუბრა. ირანზე თქვა, რომ სომხეთს შეწუხებულია სომხეთი იმ მოვლენებით, რაც ხდება ირანში, რომელიც ასე იგი კარგი მეგობარი არისო სომხეთისთვის და ამავდროულად ათასწლეულების განმავლობაში მეზობელი და ამავდროულად შეწუხებული ვართ, რაც ხდება იმ ქვეყნებში, სადაც გვაქვს კარგი ურთიერთობები, საამიროები, კატარი, ომანი, ქუვეითი, იორდანია, ლიბანი, ბაჰრეინი, სირია და ასევე საუდის არაბეთი, რომელთანაც ახლახანს გავაფორმეთო დიპლომატიური ურთიერთობები. და შეწუხებული ვართ ამით, მოკლედ, ესე შემოიფარგლა. შემდეგ საუბრობს იმაზე, რომ პირველად 2025 წელი გახდა ის წელი, როდესაც
საზღვარზე მსხვერპლი არ ყოფილა, დაჭრილი არ ყოფილა აზერბაიჯანთან საზღვარზე, ანუ მშვიდობა არისო უკვე რეალური მიწაზე და ამას ვხედავთ. ასევე პირველად 2025 წელს მოხდაო ტვირთის მიწოდება აზერბაიჯანის ტერიტორიით და აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით და ესეც პირველად მოხდა და მადლობა გადაუხადა ალიევს იმისთვის, რომ ბლოკადა სომხეთის ან შეზღუდვები არის მოხსნილი. შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე ისაუბრა, რატო გახდა ეს შესაძლებელი, ეს სამშვიდობო პროცესი და აქ ტრამპს გაუგზავნა ასეთი ძალიან თბილი მისალმება პრაქტიკულად, კონკრეტულად ევროპარლამენტიდან და თქვა, რომ ტრამპის დამსახურება არის, რომ მოკლედ რატომაც გახდა ეს ყველაფერი შესაძლებელი. აქვე ისაუბრა იმაზე, რომ იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანიც გახსნის თავის ბაზარს, როგორც ბაზარი გახსნილი აქვს ახლა სომხეთს, და სადაც აზერბაიჯანული ნავთობის მიწოდება ხდება და რეალურად ამის მეშვეობით გასაგები იქნება, რომ კონკრეტულად უნდა შეიცვალოსო ვითარება და პრაქტიკულად გახდეს ხელშესახები უკვე კონკრეტული მარშრუტები და კომუნიკაციები, მათ შორის პირდაპირი მიმართულებით და აზერბაიჯანთან ვაჭრობის მიმართულებით. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს შემდეგ, მადლობა გადაუხადა საქართველოს, რომ საქართველოს გავლით ხდება ეს ლოგისტიკური კავშირი ამ მომენტისთვის, ეს ბუნებრივი არის მათ შორის, რა თქმა უნდა. ისაუბრა, რატომ არის მშვიდობა რეალისტური და ეს არის მათ შორის საინტერესო ჩვენთვის. თქვა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთდროულად მიიღესო დამოუკიდებლობა 1918 წელს რუსეთის იმპერიისგან. მერე ერთდროულად დაკარგესო 1920 წელს საბჭოთა კავშირმა რომ დაიპყრო და მერე 1991 წელს ერთად მიიღესო დამოუკიდებლობა და ახლა ისევ დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ არის თუ ეს ქვეყნები კონფლიქტში იქნებიან, იმიტომ რომ 1920 წელს კონფლიქტში იყვნენ და ის გამოიყენესო. ნუ აქ ახლა ღიად ამბობს ადამიანი, რას გულისხმობს, რომ რუსეთმა გამოიყენა აზერბაიჯანის და სომხეთის კონფლიქტი 1920 წელს იმისთვის, რომ დაეპყრო ჯერ აზერბაიჯანი, მერე სომხეთი, მერე საქართველო. ხო და ეხლა ამბობს, რომ პრაქტიკულად აზერბაიჯანიც და სომხეთიც ხვდებიან, დაახლოებით რამეს ამბობს, რომ დღეს იმისთვის, რომ არ დაიპყროს რუსეთმა ისევე ქვეყნები, უნდა მშვიდობის პროცესით წავიდნენ და ეს დღის წესრიგი არის ძალიან საინტერესო სინამდვილეში. ეს გულისხმობს იმას, რომ აზერბაიჯანსაც სჭირდება სხვა კავშირი თურქეთთან და მე აქ პირდაპირ ვიტყვი, რომ ეჭვი მაქვს საქართველოს გავლით არა, იმიტომ რომ საქართველო აღიქმება როგორც რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანა და სომხეთსაც სჭირდება ასეთი ალტერნატივა მათ შორის თურქეთის და აზერბაიჯანის სახით, იმიტომ რომ საქართველოს გავლით ვითარება როგორია. ამაზე ფაშინიანი ოდნავ მოგვიანებით საუბრობს. დიპლომატიურად, მაგრამ საუბრობს. და აქვე პრინციპში აღნიშნავს, რომ ესე იგი 2024 წლის ապრილში საზღვრის დელიმიტაცია დემარკაცია რომ დაიწყო სომხეთში პირველ მონაკვეთში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. თუმცა რეალურად თუ ეს პროცესი არ იქნებოდა წარმატებული, დღეს სომხეთი აღმოჩნდებოდა სხვა სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. აქ იგულისხმება რუსეთი. და შემდეგ ამბობს, რომ კონკრეტულად ჩვენი ეკლესიის დე-ფაქტო ხელმძღვანელის მხრიდანო გარეგინი იგულისხმება, მისი მხარდაჭერით ერთ-ერთმა არქეპისკოპოსმა ბაგრატ გალესტანიანი იგულისხმება, დაიწყო მოძრაობა სწორედ იქ ადგილიდან, სადაც დემარკაცია დაიწყო და აცხადებდა, რომ მიწას გადასცემენ აზერბაიჯანს, რაც ღალატი ხდება ეკლესიებს, ასე შემდეგ. მოკლედ პოპულისტური მიზნებით ამ ყველაფერს იყენებდაო და შემდეგ ფაშინიანი ყვება, რომ ეკლესიას იყენებდნენ სპეციალურად მოქალაქეების მოტყუების მიზნით, კონფლიქტის განახლების მიზნით, ამას აკეთებდა ასევე იქ ლობი ცდილობს ახლა სომხეთის წინააღმდეგ ბრძოლას, ხო, აი ვაშინგტონში კი და ბრიუსელში, ბრიუსელში ლობი, სომხური ლობი რომ ამბობენ, ხო, და დაშნაკ ცუცუნს გულისხმობ, რომელიც ასევე კგბ-ს გავლენის ქვეშ არის. და აქ ფაშინიანი პირდაპირ ამბობს, ეკლესიაში ეს ადამიანები არიან კგბ-ს აგენტები, პირდაპირ ამბობს, საბჭოთა კავშირის კგბ-ს იმდროინდელი აგენტები, ნუ ეხლა იგულისხმება, რომ დღემდე არიან, ცხადია. კგბ-ს აგენტები
ეკლესიაზე ამბობს, დაშნაკცუთლზე ამბობს, მე ამბობს ოლიგარქი არისო ჩამოსული აქ და ცდილობს ხელისუფლების მithვისებას და რუს ოლიგარქ სამվել კარაპეტიანს გულისხმობს და ნუ წინა ხელისუფლებაზეც იგივე ლოგიკით საუბრობს. ანუ ეს გასაგებია და სომხეთი პირიქით მიდის საზღვრის დელიმიტაცია დემარკაციისკენ, საერთაშორისო აღიარებული ტერიტორიების ფარგლებში და ამ კონტექსტში ეკლესიის გამოყენებას არ დაბუშვებთო და აი აქედან დაიწყო ჩვენი ბრძოლა იქ ეკლესიაში კგბ-ს გავლენების წინააღმდეგ. და აქვე საუბრობს, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, ეს არის ჩვენი კონკრეტული მიზანი, მივიღეთ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რეფორმები რაც ჭირდება რომ გავწევრიანდეთ, თუ მიგვიღებენ ძალიან კარგი, თუ არ მიგვიღებენ და მაღალი სტანდარტებით ვიქნებითო. ნუ დაახლოებით ასე დიპლომატიურად გამოვიდა ამ მდგომარეობიდან და პრინციპში შემდეგ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენთვისო, აი ეს უნდა დეტალურად აღნო. გულწრფელად რომ გითხრათ, ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის სომხეთის ევროინტეგრაციის გზაზე არის ის, რომ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი არის გაყინული ევროკავშირის და საქართველოს. საქართველო არის ჩვენთვისო გზა ევროპული კავშირისკენ. ჩვენ მივიღეთ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, მას შემდეგ რაც საქართველო მიიღო კანდიდატის სტატუსი, ესე იგი ევროპიდან. და ეს გახადა ევროკავშირი ხელშესახები სომხეთისთვის და ჩვენ ველოდებით და ვთხოვთ, ესე იგი რომ კონსტრუქციული პროცესი იყოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ეს არის მნიშვნელოვანი სომხეთისთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის. აქ მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ფაშინიანმა ეს დიპლომატიურად განაცხადა და პრინციპში ღიად უნდა ვთქვათ, რომ აქედან ორაზნოვანი ასეთი დასკვნების გამოტანაც შეიძლება, ხო, რას გულისხმობს ფაშინიანი. მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით მე დარწმუნებული ვარ და მესმის ეს შინაარსი სწორედ ისე, რომ საუბარია კონკრეტულად, რა თქმა უნდა, ნახეთ, ყველა ამას გაიგებს ისე როგორც უნდა და ეს არის დიპლომატია ზოგადად. ახლა ქართული ოცნებისთვის ამას ახსნიან, რომ ეს არის კონკრეტული ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ ესე იგი მოუწოდებს სომხეთი ევროპულ ქვეყნებს, ამ შემთხვევაში ევროკავშირს, რომ დიალოგი განაახლოს საქართველოსთან და ქართული ოცნება ამას გაიგებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან, ასე ვთქვათ. თუმცა ევროპისთვის ეს სხვა რამეს ნიშნავს მათ შორის. ეს იქნება ახმული ევროპისთვის, ჩემი აზრით, როგორც მინიშნება, სად არის პრობლემა, რომ საქართველოში რუსული გავლენები, რუსი ოლიგარქის მმართველობა, რომელმაც ამით სომხეთი აღიარებს, რომ ჩახერგა არა მხოლოდ საქართველოს, ასევე სომხეთის გზა მიზანმიმართულად ივანიშვილმა ევროკავშირისკენ და სომხეთი ამას ამბობს, რომ აგერ მთავარი პრობლემა და ეხლა რამენაირად საქართველოსთან აღადგინეთ კავშირები. ეხლა აქ რა იგულისხმება? იგულისხმება, რომ აუცილებლად ქართულ ოცნებასთან. მე არ ვარ მაგაში დარწმუნებული, საერთოდ არ ვარ დარწმუნებული. ეს კიდევ ერთი უბრალოდ мотиваცია არის სინამდვილეში ევროკავშირისთვის, რომ სომხეთი მზად არის წევრობისთვის, მაგრამ არის პრობლემა, ეს პრობლემა არის საქართველოში, რომ საქართველოს თავად ევროკავშირის ინტეგრაციას გადაუხვია. იმიტომ რომ ღიად ამბობს ფაშინიანი, ჩვენ დავიწყეთ, მას შევიდეთ, რაც საქართველოს გახდა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა და სტატუსი რომ არ არის საქართველოს გაყინულია ეს სტატუსი, ეს არის ჩვენთვისო პრობლემა. მაგის მერე გაიყინა, ანუ საქართველოს იღებს სტატუსს, სომხეთი დგამს ნაბიჯს, იღებს კანონს ევროინტეგრაციის შესახებ, საქართველოს გაყინა ევროპული ინტეგრაცია. ჩახერგა საკუთარი გზა და სომხეთის გზა. ფაშინიანი ღიად ამას აცხადებს და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ნათელია. და ამის შემდეგ ამბობს, რომ დემოკრატია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე ფასეული, გაუმარჯოს დემოკრატიას, დემოკრატიამ გადაარჩინა სომხეთი ამ ურთულეს ვითარებაში და ურთულესი გამოწვევების ფონზე. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა ფაშინიანს და აქცენტი საქართველოს ჩემი შეფასებით, ადამიანის, რომელიც ევროკავშირში საქართველოს და სომხეთის გაწევრიანებას მხარს უჭერს აქტიურად და არ არის ახლა, ძალიან დიდი ხანია სულ უჭერდი მხარს და დავუჭერი მხარს ამ კონკრეტულ გზას, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ორივე სახელმწიფო და ელი არის ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი. ის პროპაგანდა, რომელიც საქართველოში ახლა არის წარმოუდგენელი მასშტაბის ევროკავშირის წინააღმდეგ არის სიცრუე
და შესაბამისად ევროპული ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, მიუხედავად ყველაფრისა, რაც ამ თემაზე ამდენი განცხადება არის გაკეთებული, ევროპა არ იშლება პირიქით, საკმაოდ ძლიერი არის, რა თქმა უნდა, მეტი გაძლიერების საშუალებაც გააჩნია ევროპას და რეალურად ჩვენთვის ამ რეგიონში სხვა ალტერნატივა არ არსებობს. აქეთ არის რუსეთი, ავტორიტარული რეჟიმი, აქეთ არის თურქული კავშირი, აქეთ არის ირანი და აქეთ არის ჩინეთი. და სამხრეთით კიდე არაბული სამყარო. სხვა სივრცე საქართველოს და სომხეთისთვის გარდა ევროპული ოჯახისა არ არსებობს. ჩემი შეფასებით ეს არის ობიექტური რეალობა და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩემი პერსპექტივიდან ფაშინიანმა ამ ნაბიჯით საქართველოს მხარი დაუჭირა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსაც და მათ შორის კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სომხეთიც მზად არის ამ კუთხით წავიდეს და მე ვიტყვი კიდევ ერთხელ, რომ ბევრი წლის განმავლობაში, როდესაც სომხეთში იყო რუსული ხელისუფლება, ოკუპირებული იყო სომხეთი, ასე ვთქვათ, მაშინ საქართველო რო ესე მტკიცედ იდგა საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე, იქნებოდა ეს 2008 წლის ომი, ანუ რუსეთის აგრესიისგან ან ევროინტეგრაცია ზოგადად, ამით იცავდა სომხეთს, რომ არ დაეკარგა სახელმწიფოებრიობა. ეხლა, როდესაც საქართველოს ჩემი შეფასებით პირადი ეს ხშირად მithქვამს ინტერვიუებში სულ ამაზე მიტინგებში როცა მონაწილეობას ვიღებდი, ვინც არ მიცნობს შეიძლება უბრალოდ არ იცოდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს იმყოფება დღეს რუსეთის გავლენის ქვეშ, კონტროლის ქვეშ. თუ სომხეთს შევატარებ, შეგვიძლია თქვა, რომ 20% არ არის ოკუპირებული და 100% არის ოკუპირებული, შეგვიძლია ასეც თქვა, ანუ თუ ადამიანები როგორც მიიჩნევენ ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ქართული ოცნება არის რუსული რეჟიმი, შესაბამისად, მაგ ლოგიკიდან გამომდინარე, უნდა ვთქვათ, რომ სომხეთმა ამ ნაბიჯით, ამ ლოგიკიდან როცა გამოდიხარ, მხარი დაუჭირა საქართველოს ჯერ როცა აქ იყო ფაშინიანი რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობაო არის მნიშვნელოვანი საქართველოსთან კონტექსტში ეს თქვა და რა თქმა უნდა ეს პირველად გაიჟღერა და იგულისხმა ამაში გასაგებია ქართული ოცნება, რომელიც პოლიტიკურ დამოუკიდებლობას კარგავს და სულ უფრო რუსეთზე დამოკიდებული ხდება. ნუ პროფესიონალები ამას ხედავენ ახლა ქართული ოცნების პროპაგანდა რომ სხვა რამეს ამბობს, კი ბატონო, ეს ვიცით. და მეორე მხრივ ნათელია აქვე აღინიშნოს, რომ ამით სომხეთი რეალურად ხარს უჭერს მათ შორის საქართველოსაც, ჩემი აზრით, ამ გაჭირვებაში, რომ საქართველო ისევ დარჩეს დღის წესრიგში, ისევ დარჩეს ევროპულ პერსპექტივის მქონე და მათ შორის თუ ვინმეს სომხეთი აინტერესებს, საქართველოც რომ დაინტერესდეს, ანუ აი ესეთი ერთმანეთის მხარდაჭერის კომბინაცია ხდება, მე ვფიქრობ ეს არის ძალიან ფასეული და სწორი მიმართულება ზოგადად. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თვითფასო მაყურებლებო. გთხოვთ, რომ ხარი დაუჭიროთ ამ ჩვენ არხს, დალაიქებით, ანუ მოწონებით ამ ვიდეოს, კომენტარების დაწერით, გამოწერით არხის და ასევე შეგიძლიათ გაწევრიანდეთ, გახდეს არხის წევრი და მიიღოთ კიდევ უფრო მეტი ანალიტიკური მასალა. დიდი მადლობა, შეხვდებით შემდეგი გადაცემის დროს.